საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია დღეს იმედი ლაივის სტუმარი და მასთან ვიწყებთ პოლიტიკური მოვლენების შეფასებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუციით, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ტექსტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და თქვენი ოპონენტების შეფასებით, მას დაეფუძნება მომავალში, ასე ვთქვათ, ის ურთიერთობა, რომელიც შედგება საქართველოსა და ევროპას შორის. პირველ რიგში საღამოშტობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარები გააკეთო იმ რეზოლუციებზე, რასაც ევროპარლამენტი იღებს ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს უკვე სათვალავით აგვერია მე რამდენი რეზოლუცია, მე მგონი ყოველ მეორე თვეს საქართველოს შესახებ არის რეზოლუციები. არასავალდებულო ხასიათის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა ითქვას და მეორე, როდესაც ვკითხულობთ, ძალიან სამწუხაროა ოღონდ ამას, როდესაც ვამბობ, ცაღი აზრის ნაკლებობა ჩანს ამ ინსტიტუტებში, რომელი ინსტიტუტებიც შექმნილია და ბრიუსელში ფუნქციონირებს ევროკავშირის სახელით და ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდები ისეთ აბსურდულ ჩანაწერებს, როგორსაც ვხედავთ და ამ აბსურდული ჩანაწერებით ცდილობს ევროპარლამენტი რაღაცნაირად ადგილი დაიმკვიდროს ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის. სერიოზულად ვერ აღიქვამ ნამდვილად რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ აღიარებს არჩევნებს, თურმე არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის 54%-ის ხმას. არ ყოფილა ეს ადამიანები სათვალავში, ასე ვთქვათ, ჩასათვლელი და საერთოდ ძალიან რთულია ამას უწოდო, ამას საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი დემოკრატიასთან, დემოკრატიული ოპონენტები დღეს უკვე ხალხს არწმუნებდნენ იმაში, რომ ეს არის ხელისუფლების დელეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ ეჯგარეშია, რომ ხელისუფლებას არავინ არ აღიარებს არჩეულად, ამას ამტკიცებდნენ, მათი მესიჯბოქსი ასეთია. ამის გარდა ჩვენ ნახეთ რეზოლუციაში მედიის წარმომადგენლების გვარები, მათ შორის ჩვენი ტელეკომპანიის მხრიდანაც ჩვენ ნახეთ ასევე ბიზნესმენები და შესაბამისად რაღაცნაირად თქვენი ოპონენტები ცდილობენ რომ ოპოზიციურად განწყობილ ამორჩეულს იმედები გაუღვივონ რომ უკვე ეს რეზოლუცია აისახება ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილებებში და ისინი სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში იმუშავებენ ამისთვის. ხო, ოპოზიციისთვის ჩვენ ხო ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ქვია ის პოლიტიკური ძალები. მათ სხვა არაფერი არ გააჩნიათ, საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ, ერთადერთი რაც გააჩნიათ არის ესე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყვო თუ მომავალი. არც ამით არ იწყება, არც ამით არ მთავრდება, ნამდვილად საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს. კიდევ ერთხელ, ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც მე ამას ვამბობ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში და ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ რეზოლუციებს წერს და შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად თუ რაღაც. დოკუმენტი არასავალდებულოა, ეს თქვენს აღნიშნეთ, მაგრამ რა გავლენა ექნება მას ევროკომისიის პოზიციაზე, უშუალოდ ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის განწყობებზე, და კრიტიკა იქიდანაც ისმის და საკმაოდ მწვავე. არის თუ არა იდენტური განწყობები? ევროკავშირს რა სურვილი ექნება საქართველოსთან მიმართებაში და როგორ გააგრძელებს ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ ნახეთ, ახლა მე არ მინდა რაღაც საერთოდ ხაზი გადაუსვა თქვა ამ ინსტიტუტების დოკუმენტებს თუ გადაწყვეტილებების ძალას, ხო? ჩვენ ნახეთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები, რაც საყურადღებოა, რა თქმა უნდა, და ეს იყო მათი გადაწყვეტილება, მაგალითად ივნისის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად უნდა შეეზღუდათ თურმე საქართველოსთან კავშირები და შემდგომ სამწუხაროდ
სამწუხაროდ ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან დიალოგი და ასე იქნა წარმოჩენილი შემდგომ უკვე ეს ყველაფერი. ჩვენი სურვილი გვაქვს გაცხადებული. საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა, საქართველოს უნდა ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ჩვენ ვერაფრით ვერ ვანაცვალებთ რეზოლუციებს ან მარტო ლამაზი სიტყვების მოსასმენად ვერ გავწირავთ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან და ბრიუსელის მხრიდან. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და დღეს რაც ხდება ჩვენს გარშემო, დღეს რაც ხდება თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, ვფიქრობ ყველაფერს კარგად ცემს პასუხს თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ქვეყანაზე, პირველ რიგში ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა ის თუ რაც დაწერს რომელიმე ევროპარლამენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ხვალ შეიძლება სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, როდესაც რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლება და სულ სხვა პრიორიტეტები დადგება დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ხდება, თუნდაც აი ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენ მოქმედებთ აბსოლუტურად სწორად, მოქმედებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და ეს რეზოლუცია ვერ იქნება საქართველოს მომავლის განსაზღვრელი თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობაში. მაგრამ როდის შეიცვლება ლიდერთა განწყობები, ეს არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ რეზოლუციებზე, ეს არის ერთი ნაწილი და გასაგებია, რომ ევროპარლამენტი არ არის ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, მათ შორის გაფართოების საკითხზე. მაგრამ ისე თქვენი ოპონენტების პერიფრაზირებას ვეცდები, ისინი ამბობენ, რომ არასად არ ეპატიჟებიან საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ დედაქალაქებში, მათ ყოველთვის იწვევენ სალომე ზურაბიშვილს და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციის ხარისხს აჩენს თუ ვის აქვს ლეგიტიმაცია რეალური და შესაბამისად ამაზე აპელირებენ ყოველთვის. აი ეს განწყობები, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს აქვთ, როდის შეიძლება შეიცვალოს? ხო, ეს არის რაშიდაც ოპოზიცია ეძებს ერთგვარად ხსნას საკუთარი თავისას, რაც აბსურდულია. საქართველოს შედგა არჩევნები, საქართველოს ყავს ხელისუფლება, ქართული ხალხის მიერ არჩეული და ეს მოწონს თუ არა ოპოზიციას, მოწონს თუ არა ვინმეს, ეს არის ასე და ასე გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან. და რა თქმა უნდა, ეს დარწმუნებული ვარ, ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან მოდის დღეს საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან სწრაფად და ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და შეცვალოს სხვადასხვა გარემოებებმა, მათ შორის იმ გარემოებებმა, რაც ხდება თუნდაც ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ეხლა, როდესაც ევროკავშირზე და ევროკავშირის პოზიციებზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის საბჭო ნამდვილად არის ის ორგანო, რომელიც ევროკავშირის სახელით იღებს გადაწყვეტილებებს, ხო, სადაც არის თქვა საჭირო 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, კონსენსუსი ძირითადად და ასე შემდეგ. და დღეს სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ გამოჩნდა უკვე რაღაც უთანხმოებები, ასთა განსხვავებული მიდგომები, თუნდაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც განცხადება ვრცელდება რამდენიმე ქვეყნის სახელით და არ ვრცელდება ევროკავშირის სახელით. ეს უკვე მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად პოზიციები იყოფა წევრ ქვეყნებს შორის. ასე რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პირველ რიგში ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ თუ როგორი იქნება თუნდაც ევროკავშირის პოზიციონირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც დღეს აგერ უკვე 2 დღეა საუბრობს სამყარო, ასე ვთქვათ, ტრამპის და პუტინის საუბარზე, უკრაინასთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა ბედი ეწევა უკრაინას, როგორი იქნება განვითარებები უკრაინასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც საკითხიც დგას ევროპის და არა მარტო ევროპის დღის წესრიგში აგერ უკვე რამდენი წელია და რომლის გადაწყვეტაც ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით გადაწყდეს, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვაგვარად ხდება განცხადებების კეთება და სხვაგვარად ხდება ერთგვარად მოვლენების განვითარება, სადაც შეიძლება მოუწიოთ დათმობებზე წასვლა მხარეებს. და ასე რომ საინტერესო პროცესები ვითარდება, ამ საინტერესო პროცესებში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინტერესები არ დავაზიანოთ და ჩვენ მივყვეთ იმ საქმეს, რასაც ქვია საქართველოს განვითარება და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა
პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ უკეთ ამ ქვეყანაში. ასევე გთხოვთ, რომ შეაფასოთ ჩანაწერ რეზოლუციაში პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის ევროპარლამენტარების სურვილი და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის დონეზე კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ მედია მენეჯერების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა, მათ შორის ტელემედიის მფლობელთან დაკავშირებით, ეს ალბათ ცდება გარკვეულ პოლიტიკურ განზომილებას და უკვე რაღაც სხვა სფეროში გადადის. გავიმეორებ, ძალიან რთული სააზრისგან ძალიან შორს არის ეს დოკუმენტი და ძალიან რთულია, რომ სერიოზულად გააკეთო კომენტარები. ინსტიტუტი ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ითხოვს მედიის წარმომადგენლის დასანქცირებას. აბსურდია, სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება ამაზე გაკეთდეს, ან სერიოზულად როგორ შეიძლება აღვიქვათ, იმიტომ რომ ძალიან შორს არის საღიაზრისგან ეს ყველაფერი, ძალიან შორს არის დემოკრატიისგან და ძალიან შორს არის იმ პრინციპებისგან და იმ ღირებულებებისგან, რა ღირებულებებზეც ასე ხშირად მიგვითითებენ ხოლმე და ევროპულ ღირებულებებს ეძახიან. ძალიან შორს არის ამ ყველაფრისგან ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. კი ბატონო, რამდენჯერმე ახსენეთ ის დღის წესრიგი, რომელიც ახლა მსოფლიოში და მათ შორის ევროპის კონტინენტზე ვითარდება, მაშინ ბარემ აქვე კითხავთ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის ომის თემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახულობთ არაერთ ცნობას იმის შესახებ, რომ მზადდება მოლაპარაკებების საკითხი, მეტნაკლებად მწიფდება. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა გავლენა ექნება ომის დასრულებას საქართველოზე და როგორია საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი ადებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბოლო მონაცემები, რაც მედიაში ჟღერდება, საუბარი ან აღდგომაზე, ან 9 მაისზე. ფაქტობრივად მოხდეს ორ თვეზე. საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მოვლენები ვნახოთ წინასწარ რთულია თქმა თუ როგორ და რა ფორმით მოხდება ამ ომის შეჩერება. ერთი რამ არის ფაქტი, ჩვენ კრიტიკის ქარცეცხლში ვექცეოდით, როდესაც საუბრობდით მშვიდობაზე და რაღაც საქილიკოც კი გახდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მშვიდობაზე საუბარი და მშვიდობის საკითხის ზოგადად დაყენება, ხო, დღის წესრიგში და ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ აქ საქართველოში, საერთაშორისო მასშტაბითაც ის ადამიანები, რომლებიც მათ შორის აი ამ რეზოლუციას აძლევენ ხმას, მაქსიმალურად მოითხოვდნენ შეიარაღებას, იარაღს, უკრაინის მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით და არავინ არ საუბრობდა მშვიდობაზე, რაც დღეს დადგა დღის წესრიგში, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია, რომ უნდა დასრულდეს ეს ომი, იმიტომ რომ იხოცება ხალხი და ეს არაფერს, ასე ვთქვათ, სასიკეთოს არ აძლევს არავის. ამაზეა დღეს საუბარი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა ფორმით მოხდება ერთი ცეცხლის შეწყვეტა, რა პირობებით მოხდება შეთანხმება მხარეებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ გულშემატკივრობთ იმას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მომავალზე, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ დღეს გაკეთდება აპელირება იმაზე, რომ რთული იქნება 2014 წლის საზღვრებში უკრაინის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნახოთ, შევხედოთ, ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში უკრაინის გადასაწყვეტია, თუ როგორ მოხდება მათი პოზიციონირება ამ პროცესში და რა თქმა უნდა მხარეების ზოგადად როგორ მიაღწევენ მოლაპარაკებებში შედეგებს, რა შედეგებს მიაღწევენ. თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით დუბაიდან, ამიტომ ვისაუბროთ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ძალიან წარმომადგენლობით ღონისძიებაზე, უმაღლესი რანგის მრავალი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა ამ სამიტს. რა შესაძლებლობა იყო ეს საქართველოს დელეგაციისთვის და რა იყო ის მთავარი საკითხები დღის წესრიგზეც, რასაც იმართებოდა შეხვედრები. ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრს ცალკე, მინისტრებს ცალკე ჰქონდათ თავიანთი შეხვედრები, ასე ვთქვათ, თავიანთი განრიგი და გვიანბეთ დეტალურად. დიახ, პირველ რიგში ძალიან საინტერესო ღონისძიებაა ეს ღონისძიება, სადაც რეალურად მსოფლიოს მომავალზე, განვითარების მომავალზე მიმდინარეობს მსჯელობა და საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, სხვადასხვა ქვეყნებიდან პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები
მინისტრები, დიდი კორპორაციების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებლობა ჰქონდა გვესაუბრა საქართველოზე, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გამოსვლა იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველო თავაზობს რეგიონს, იმაზე, რომ საქართველო არის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ასევე ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა, ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ დიდი. ჩვენ მქონდა ბევრი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის გაიმართა შეხვედრა თავად გაერთიანებული ემირატების პრემიერ-მინისტრთან, დუბაის მმართველთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ შევხედოთ სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც საქართველოში განხორციელდება საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია გაერთიანებული საემიროების მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეს პროექტები განხორციელდეს ისე რომ საქართველოს მაქსიმუმი სარგებელი ნახოს ამ ყველაფრისგან და რა თქმა უნდა შემდგომი პროექტებისთვის ვიყოთ მოვემზადოთ და დავიწყოთ მუშაობა სხვა პროექტების განსახორციელებლად და საინტერესო შეხვედრები იყო ამ თვალსაზრისითაც ხედავთ ახლა საქართველოს დროშის სფეროში კიდევ ერთხელ. საინტერესოა თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ პარტნიორების ხედვაც, რამდენად საინტერესოა საქართველოს და რა კრიტერიუმებით უშუალოდ ინტერესდებიან ისინი ჩვენი ქვეყნით, როგორ აღიქმება ამ რეგიონისთვის საქართველოს და მისი შესაძლებლობები. ინტერესი არის ძალიან დიდი. ერთი რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხშირად დერეფნებზე, ვსაუბრობთ ძალიან ხშირად ბაზრებზე, ამ ბაზრებზე წვდომაზე, რა თქმა უნდა ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებიც რეგიონზედაც ვსაუბრობთ ახლა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ბაზრები, სადაც გზა გადის, ასე ვთქვათ, საქართველოს გავლით, სადაც შეიძლება საქართველო მითამაშოს როლი, თუნდაც დაკავშირებადობის კუთხით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთი. მეორე, თავად ბიზნესის კეთებისთვის საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა და ამას ყველა ამბობს, ვისაც გამოცდილება აქვს და განსაკუთრებით ამას ვთქვათ ამაზე აპელირებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში. როდესაც ჩვენ საუბრობთ სანდოობაზე, ხელისუფლების სანდოობაზე, ბიზნეს გარემოს სანდოობაზე, დაცულობაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და სწორედ ამ საკითხებზე კეთდება ხოლმე აქცენტი და სწორედ აქედან მოდის პირველ რიგში ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ეს უსაფრთხო გარემო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაც პირველ რიგში გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ქონდეს საქართველოს იმისთვის, რომ სწორედ ამ ინტერესებზე დაფუძნებით უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელება შევძლოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ბატონო, ამ ფორუმზე გამოვიდა დღეს სიტყვით მიმართა ილონ მასკმა აუდიტორიას და ისაუბრა ისეთ საინტერესო საკითხზე, როგორც არის USAID-ის თემა, ასევე NED-თან დაკავშირებით დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე და საერთოდ იმ ფონდებზე რომელიც ბოლო პერიოდში ამერიკაში დიდი სკანდალის თემაა. მოდით ვისაუბროთ ამ თემაზეც, მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში გაირკვა ძალიან ბევრი რამ ამ ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის მათ მიზნებთან დაკავშირებით ცალკეულ ქვეყნებში მთავრობების ცვლილებაზე. ერთია, როცა ამას საუბრობდნენ მანამდე, მაგრამ მეორეა, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადასტურებს ამ ფაქტებს, რომელიც ეხება USAID-ის არალეგიტიმურ საქმიანობას. როგორ აფასებთ ზოგადად ამ პროცესს, რომელიც ახლა ამერიკაშია დაწყებული? საინტერესოა ერთის მხრივ ის, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ჯერ მინიშნებებს ვაკეთებდით და შემდგომ უკვე ხმალაღლად საუბრობდით, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა, არასწორად მიმდინარეობდა და ის ეგრეთ წოდებული დახმარება, რომელსაც გეუბნებიან, რომ მე შენ გეხმარები, არ შეიძლება ხმარდებოდეს ისეთ საკითხებს, რაც
დახმარება კი არა, რეალურად ძირს უთხრის ქვეყნის განვითარებას, ხო? ჩვენ ეს ვნახეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ ის, რომ დემოკრატიის სახელით რეალურად ჩვენს ქვეყანაში აზიანებდნენ ზუსტადაც დემოკრატიულ პროცესებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა ყველაფერი ამასთან თავად სახელწოდება დახმარება, ეს უკვე დახმარებაში აღარ ჩდებოდა. ჩვენ ესეთი ბევრი მცდელობა გვქონდა, მათ შორის დონორებისთვის მიგვეწვდინ ნახმა, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა და დღეს, როდესაც ახლა ვხედავთ, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ საფუძველშივე ყოფილა პრობლემა. ჩვენ რამდენიც არ უნდა გვეთხოვა დონორებისთვის, რომ იცით რა, მიაქციეთ ყურადღება თქვენი ფული სადღაც არასწორად იხარჯება, თუ კი ასე იყო გამიზნული ამ ფულის დახარჯვა, ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერს მივაღწევდით დონორებთან, მხოლოდ თქვათ საკითხის დაყენების ან წერილის გაგზავნით. პრობლემა იყო ძირში, ანუ საფუძველი თავად ამ თანხების მომდინარეობის და ეს დაადასტურა თავად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ. ფული, რომელიც იხარჯებოდა არა დახმარებისთვის, არამედ აგერ ხელისუფლების ცვლილებებისთვის და ჩვენ სწორედ ამაზე მივანიშნებდით, თუმცა კრიტიკის ქარცეცხლში გავეხუეთ მაშინ, როდესაც თუნდაც გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და ასეთი რაკურსითაც წარმოაჩ ვის ებრძვით, ამერიკას ებრძვით, ამერიკას არ ვებრძვით, ჩვენ არც ევროკავშირს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი ინტერესების დასაცავად, იმიტომ რომ ის იმგვარად დახარჯული თანხა იყო უსამართლო და დღეს უკვე ეს დადასტურებულია აგერ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერაც, რომ ეს არ იყო სამართლიანი, ეს არ არის სამართლისთვის ბრძოლა, ეს არ არის სამართალში ფულის ხარჯვა და პირიქით. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ თამამად ვთქვათ, რომ ის ბრძოლა, რა ბრძოლაც ჩვენ გამოვიარეთ, იყო სწორი, მართალი და სიმართლისთვის ბრძოლა და იყო სრულიად საქართველოს ინტერესების დასაცავად წარმოებული რა ბრძოლასაც ვაწარმოებთ აგრეთვე. ამასთან თქვენი ოპონენტებისგან ჩვენ ვისმენთ, რომ ახლა მსოფლიო თვალს ადევრებს ამერიკის გარკვეულ შიდა პოლიტიკურ კამათს, დაპირისპირებას და მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება საგარეო დახმარებას, არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ეს არის ამერიკის შიდა პოლიტიკური თემა და სულ სხვა საკითხი არის ის პრეტენზიები და დამოკიდებულება, რომელიც შეერთებულ შტატებს ყოფილ ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოს მიმართ. ხო, რა პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოს მიმართ, ხა ეს ცოტა რთული სათქმელია, ჩვენ ძირითადად გვესმოდა კრიტიკა, გვესმოდა, არა მხოლოდ გვესმოდა, ვხედავდით ნაბიჯებს უკვე გადადგმულს, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავდა საქართველოს ინტერესებს და იბრძოლდა სამართლიანობისთვის, ეს ხო გამოჩნდა. ჩვენ მეტი არაფერი პრეტენზია არ გვქონდა, ჩვენ გვინდოდა სამართლიანი მოპყრობა, ჩვენ გვინდოდა ისეთი მოპყრობა, რომელ მოპყრობასაც იმსახურებს საქართველოს ქართველი ხალხი და იმსახურებს ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ საქართველოს კეთილსინდისიერი, ჩვენ ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ, საქართველოს არის კეთილსინდისიერი პარტნიორი. ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში არასდროს გვიღალატია, ასე ვთქვათ, ხო, იმ პრინციპებისთვის, რა პრინციპებსაც ეფუძნებოდა ჩვენი ურთიერთობები. მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებშიც და ევროპასთან ურთიერთობებშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებშიც. და ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით მაგალითად სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამაზეც ვწუხდით და ახლაც ვწუხვართ, რომ ის თანამშრომლობა, ის პარტნიორობა არ შეიძლება იყოს სტრატეგიული, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, რაღაც დასჯის მეთოდების გამოყენებაზე პარტნიორის მიმართ. ეხლა რაც შეეხება თავად მომავალ ურთიერთობებს, ხო, ეხლა რა თქმა უნდა, ხშირად მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს, რომ საქართველოს იქნება ნომერ პირველი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დღის წესრიგში, თუმცა იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, ნაბიჯებსაც ჩვენ ვხედავთ, რომ დგავს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რაღაცნაირად
ის გამოწვევები, რაც არსებობდა ჩვენს ურთიერთობებში, ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას, გაქრება კიდეც, იმიტომ რომ სწორედ აქედან გამომდინარე არსებობდა ჩვენს ურთიერთობებში ის ასე ვთქვათ ნეგატიური მომენტები თუ გამოწვევები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და თუ კი ეს აღარ იარსებებს, თუ კი ეს ურთიერთობები გახდება სამართლიანი, თუ კი ეს ურთიერთობები ნამდვილად დაეფუძნება პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვექნება, რომ ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განავითაროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ელოდებით თუ არა, რომ ტრამპის პოლიტიკა მისი მიდგომების, თუნდაც საგარეო დახმარებასთან მიმართებაში მისი მიდგომების ეფექტი გავრცელდება ბრიუსელზეც, იმიტომ რომ ევროპული ფონდების მიმართაც ანალოგიური მოთხოვნები და პრეტენზიები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებაზე. გარდაუვალია თუ არა, რომ შეიცვლება ზოგადად ეს საგარეო დახმარების პოლიტიკა. ხო, რთული აქ ვთქვათ, აი რეზოლუციაზე როდესაც საუბრობთ, იქაც არის ესეთი ჩანაწერი, რომ ეხლა სასწრაფოდ ჩაანაცვლოსო მოწოდება არის ევროკავშირზე ამერიკის შეერთებული შტატების USAID-ის დახმარება სასწრაფოდ ჩანაცვლდესო ევროპული ფონდებითო, რომ ის რასაც ემსახურებოდა, ის განხორციელდესო. მაშინ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ის რასაც ემსახურებოდა, ყოფილა არასამართლიანი და არ ყოფილა მაინც და მაინც სწორი და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა ევროპარლამენტარები ითხოვენ აი ამ არასწორი საქმისთვის ევროპული ფულის დახარჯვას და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის დახარჯვას. ეს ალბათ თავად ევროპელების საქმეა, ევროკავშირის მოქალაქეების საქმეა, რომ თავად აკონტროლონ თუ რაში იხარჯება ევროკავშირის ფული. ამაზე იყო საუბარი სხვათა შორის, ხო და თუ გახსოვთ თქვენ თავად ევროკავშირის ინსტიტუტებშიც მოხდა ინიცირება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რაში იხარჯებოდა თანხები ფონდებში. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა რამდენად მოიკრებს, ასე ვთქვათ, ის ძალები გამბედაობას და რამდენად ხმამაღლა ისაუბრებენ ამაზე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, ეს უკვე ალბათ მეორე საკითხია, რამდენად მოხდება აი ამ ძალის მოკრება თავად ევროპელ პოლიტიკოსებს შორის და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა დღეს რთული სათქმელია, გარკვეული ცვლილებები არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ ევროპულ პოლიტიკურ სცენაზეც საკმაოდ ისეთი ეფექტი არის ერთგვარი ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე მოვლენების, თუმცა ალბათ ამას უფრო მეტი დრო დაჭირდება, რომ ვნახოთ იგივე სამართლიანი მიდგომები ბრიუსელის მხრიდან. მადლობას გიხდით დაფინანსებებს. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.